გიგა ბოკერიას შეეკითხებიან ნასამართლები ხალხი რატომ ყავს რეზერვშიო და გიგა კიდევ უპასუხებს კარგით რა ჩვენი უსამართლო სასამართლოს დედაც ვატირეო კაცო ჩაიკუზება და ტიგრან გულოიანის გვარსაც მიამატებს სარეზერვო სიას ბირთვულ სამიძე გამართულ ბანკეტზე მაღალი კითხულობს ეს არის ბირთვული კობინები წინ რომ იდევსო და მოკავშირეები კიდე პასუხობენ არა მაღალო ეგ დანაჩანგალიაო საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასე კოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასე კოდიშვილი გახლავთ ბანაობა გინდა ევრო სასამართლომ დააგბანოს სტატია სამსახაწოდებით გაზეთი რეზონანსი აქვეყნებს სტატიაში ნათქვამია რომ ევროპაში სიმართლის მანძიებელ ქართველ პატრიოტებს შხაპის მიღებას უგზავნებენ და ევროს სასამართლო და საჩელის გამოტანას თხოვენ აი ჩემო ბატონო მიხვდა ჩემი ხელისუფლება რომ დემოკრატია არჩევანის გარეშე არ შენდება და ჩვენი ცხოვრებაც განუწყვეტელ არჩევნებად აქცია აგერ ჩვენი პატიმრებიც ბოლომდე ჩაებდნენ ამ პროცესში და ყოველდღიურად ებოძათ საპონისა და სამართალს შორის დემოკრატიული არჩევანის გაკეთების საშუალება. ხო, იქნება ახლა მე სამართლიანობით თქმობას მირჩევნია რომ მთავრობის ხარჯზე 25 წელი ვიბანავო და 25 წლიანი უსამართლო სროკი ბოლომდე მოვიხადო. რატომ უნდა წამართვათ არჩევანის საშუალება? დიახაც არ უნდა წამართვათ. ეგეც რომ არ იყოს ახლა ამ ამბავს სხვა დადებითი მხარეც აქვს. ბოლო-ბოლო რუსებს, ფინელებს და სხვა ხალხებს თუ აქვთ ეროვნული აბანო, ახლა ჩვენ ქართველებს რატომ არ უნდა გქონდეს, ხო? ხო და ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბდება ორი ტიპის ქართული აბანო, ერთი ციხის და მეორე ციხემდე. ციხემდელი ქართული აბანოთი სარგებლობის წესები შემდეგნაირია. ვიკრიბებით ასე 200,000 კაცი ცენტრალურ გამზირზე და საჭირო რაღაცებს ვითხოვთ. ამ დროს მოდიან შავნიღბიანი მექისეები და ქართული მასაჟორებით ბეჭებს გვიზელენ. მერესმეც მანქანებით უკვე ციუშხავს გვასხამენ და სულ ბოლოს მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ცრემლსადენ გასა და ტანის მოვლის სხვა საშუალებებს გვაბკურებს. რასაც სხვათა შორის თელი სიბინძურე და ოპოზიციური იდეები გამოაქვს სხეულიდან. ახლა რაც შეეხება ციხის ქართულ აბანოს ის რაღაცით ფინურ საუნას გვაგონებს. ზიხარ დიდი ხანით ციხეში ოფლიანდები იღლები და იტანჯები. ხო, ისე მე თუ მკითხავ ქართული ფინურსაც ჯობს, იმიტომ რომ ფინურში უბრალოდ გააგებ კარს და გამოხვალ. კიდევ ჯერ წერილი უნდა დაწერო, დაგმო ევროსასამართლო, შეიყვარო ნაცმოძრაობა და მერე კარს ჩაფრენილი ბიჭებიც გამოგიღებენ იმ კარს და გაგიშვებენ სანეტარო აბაზანისკენ. ჯონ ბასი, რიჩარდ ნორლანდი, ერიკ ფურნია და ახლა უკვე ფილიპ დიმიტროვი. მთავარია დადგენილი წესები თანაბარ საწყის მდგომარეობას აძლევდეს მათ და მედია არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის სრული გავლენის ქვეშ. მოქალაქეობის აღდგენისთვის თუ არის კანონი, ის არ უნდა დაიბლოკოს. ხელოვნურად არ უნდა დაიბლოკოს კონკრეტული პოლიტიკური მოთამაშე და მისი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. დამათ მარტო ხელა პალიკო უნდა ებრძოლოს. თავისი ბასრი კალმით. აბა ეხლა მოიმარაგოთ პოპკორნი და პალიკო. გელოდებით ეხლა როგორ გააправებ ამ განცხადებას. ოღონდაც ეხლა ამერიკაში ასე ხდება, რამე კანონი დაირღვა და კორუფციასთან ვიბრძვით არგუმენტები აღარ გვინდა. სასაცილოც აღარ არის, ხო და ერთადერთი არგუმენტი დაგვრჩა, ამერიკა რუსეთუმია. ყოველთვის მეგონა რომ რუსეთუმე იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატებიც, ნატოც და მე ხი დავაყარე მაგათ თავზე კაც. როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა და პალიკოც დაეთანხმებოდა ხოლმე, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო. მართალი ხარ პალიკო. თუ ჩვენ არ მივხედეთ ჩვენს სამშობლოს, არავინ ჩვენს გასაკეთებას არ გააკეთებს, მაგრამ ვეღარ აპრავე. ისევ კაკო ბობოხიძე და მუშტიკრიბი თუ გადაარჩენს ახლა ამ ამბავს, მაგრამ კაკოც რომ დემაგოგობს და თვალებს საცეცებს უშნოთ, მოკლედ მაღალს გამправებლები აღარ გავს ხოლმე. და მგონი ისა ელეკლესამი ტრაგიკულად დაამთავრებს სამსაარჩევნო ბრძოლას. ბრძოლის ვერიდან კი ანუ სკამიდან ძალით ააწიწკნიან და ხმლის ქნევით გაიყვანენ აღლაბრის რეზიდენციიდან. ელჩებთან ბრძოლა არ დამთავრდება კარგად. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სეულში იმყოფება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო IPN იუწება. ციტატა სტატიიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს. ისე მაღალო კორეის ვიზის აღება არ გაგიჭირდა? რაოიქო რა გითხრეს კორეის საელჩოში არა ადამიანურად მოგეცემ თუ შენი განცხადების მერე მთელი საელჩო თავს გებლებოდა ვიზის ასაღებად რომ მიხვე. ოკეი, ახლა ეგ იყოს და მაღალო ამ სამიტებში რომ იღებ მონაწილეობას, რამე კონკრეტულს აკეთებ ბირთვული უსაფრთხოებისთვის? თუ არა და მეც დაგეხმარები. მიდი შენ აღმოსავლეთიდან შემოუარე თეირანს და მე პირდაპირ აქედან მივადგები ირანის ბირთვულ სადგურებს. მალე აისხი აბჯარი თორემ ხომ გრძნობ რომ ბირთვის სუნი დატრიალდა მსოფლიოში. ირანის საფრთხესაც რომ მოვაგვარებთ, ბარემ ფხენიანშიც წადი და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა გამოიყვანებ წყობრიდან და იქნება მაგის მერე მაინც დაიჯეროს ამ ხალხმა რომ მართლა მსოფლიოს ზრუნვაზე გადამკვდარი მაგალი ხარ კაცო. თორემ ხო ხედავ მარტო ავღანეთიდან მსოფლიოთვის უსაფრთხოების დისტრიბუცია აღარ გამოდის, ხო? ხო და სანამ შენ კორეაში ხარ, მანამდე მე აქ რუსთავში ჩავალ და მან გაუშვებ ჰაერში რაიმე სასიამოვნო სურნელს. თორემ როგორც ამბობენ, რუსთავშიც არანაკლები ბირთვის სუნი ტრიალებს.
ისე მაღალო კაცო ეს ყველაფერი იქით რომ იყოს და მაგ ბირთვული უსაფრთხოების თუ რაღაცის სამიწე საიდან მოხდი ხა? არა, ახლა ეჭვმეპარება ხა ამ სამიტში მონაწილე ოფიციალური დელეგატების სიაში იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მსგავსად და ამხელა პრეზიდენტი კაციც ეხლა რომ არალეგალად ჩასულიყავი, ახლა ეგეც არ ამგონია. ჩემი აზრით, შენ სოფლიოში ყველა გასამართ კონფერენციაზე ბავშვობიდან ზიხარ, ხო? ხო და ეს კაცი ასე კარდაკარო დახეტიალობს უსაფრთხოების კონფერენციებზე და მიუნხენის არ იყოს ზოგან კარსაც კი არ უღებენ, აუდგა და სოფლიოს ვანახოთ ჩვენი მაღალი და უსაფრთხოების პრობლემაც მოგვარდება, კაცო. თან ხეტიალიც არ დაგჭირდება და დროსაც დაზოგავს. არა. ახლა კი აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. საქართველოს პენიტენციალური სისტემის სათუთ დედოფალი ხათუნი თავის სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებულ პატიმრებს უკრძალავს ბანაობას, მაგრამ უხვად აჭმევს პადოშას მიერ მოწონებულ სუპს. სათუთ ხათუნი დაგდებულ საპონს ეგენი არ იღებენ და ხელში რომ მივაწოდო შემიძულებენ. სამხრეთ კორეაში გაიხსნა ბირთვული სამიდი. კამპანიას არ დააკლდა ჩემი მაღალით და სამიდზე ჩაიტანა ჰიბრიდული სიმიდის ტარო, ვერა ქობალია და დემოკრატიული რეფორმები. სამიდი გაოცებულია საქართველოს მიღწევებით. ბირთვული სამიდი, მოვიდა მაღალი, დადგა გაზაფხული. მოვიდა 21 საუკუნე, მოიტანა უსისხლო და ყვავილოვანი რევოლუცია, მხოლოდ ამას არ დასჯერდა და რამდენიმე ეგზობს საინტერესო წლის შემდეგ ესე გასართობს სახალისო და უიარაღო ომიცთან დაურთო. მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, ისინი საზოგადოებამ სოციალურ ქსელ Facebook-ში დააპირისპირა. მათ რეიტინგზე ამჯერად გვერდის მომწონებელთა რაოდენობის მიხედვით მსჯელობენ. გამოხატავს თუ არა გვერდის ლაიქი რეალურ მხარდაჭერას და როგორ იყენებენ პოლიტიკოსების სოციალურ ქსელს PR-ისთვის. მედია ვირტუალურ ომზე საუბრობს. ქართველნო, ლაიქების ომში წასასვლელად 5-ზე კაცია გამოცხადებული. ოჯახის თავნო ბავშვები და ქალები მთებში გავხიზნ გადავმალოთ. ჩვენ კიდევ მაუსები ავლესო და პირდაპირ ასეთ ბრძოლაში ჩავერთო. აი უკვე ასეთია თანამედროვე ბრძოლები, რომლითაც ძლიერნი ამ ქვეყნისანი ერთობიან. ხოლო ჩვენ ანუ ცოცხალი კაზაკები დიდი ამბითა და გულისყურით ვართ მოკიდებული ამ ერთობ ამაზრსენ ძმათა სისხლისღვრელ საბრძოლო ვითარებას. მარკ ცუკერბერგო, შენ მოგეცეს ჩვენი წოდვა და შენს კისერზე იყო საქართველოში გაჩაღებული სამოქალაქო ის ლაიქინგი. მაგრამ ჯერ კიდევ შენს ხელშია ყველა ლაიქად თუ შეარად წოდებული ბერკეტები, რომლის უხვად გაცემისთვის საბოლოოდ შეგიძლია აღმოხრო ეს ტრაგიკული ისტორიული მოვლენა. მაგრამ ამ ყველაფერს ნათელი და პრაქტიკული მხარეს გააჩნია. ბარემ ავდგეთ მთელი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ლაიქების რაოდენობის მიხედვით ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ხო? შეარების მეშვეობით დავაკომპლექტოთ მთავრობა და მომღიმარი და მოწყენილი სმაილიკებით მივიღოთ კანონები. ამით სახელმწიფო ბიუჯეტსაც აღარ გავხარჯავთ საარჩევნო მზადებისთვის და გაყალბების რისკიც ცუკერბერგის ხელში უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩვენი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელში. მაგრამ გოგორიშვილმა და მაჭავარიანმა რა უნდა ქნა, ეგ აღარ ვიცი. შემოდგომამდე თუ მოასწრეს და დაჰაკერდნენ ხომ კარგი და თუ არა და მე ნახეთ თქვენ ნამდვილი ხომ კარგი. საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი Opinion.gi აქვეყნებს ვრცელ სტატიას სახელწოდებით ბოკერიას დუმილი. სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა მძიმე დანალშაულში მხილებული პირების სარეზერვო სამსახურში გაწვევას კრძალავს. თუმცა მიუხედავად ამისა, გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ ასეთი პირები ახლად შექმნილ რეზერვში მრავლად არიან. აი კონკრეტულად ისინიც რეზერვისტები, რომლებიც სამეგრელოში რატომღაც ეგრეთ წოდებული კაი ბიჭების მეტსახელებით არიან ცნობილი. დავით შენგელია, მხედრიონის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, ხელმძღვანელობდა ტყის ძმების პარტიზანულ შენაერთს. ვახტანგ ზარანდია, ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტყვის სროლაში. სლავიკ ბიგვავა, ტყის ძმების ამაგდარი წევრი და თოპ მაუზერის უბადლო მომხმარებელი. შენი ჭირიმე. აი ამას ერთი ჩიკატილო და ჯეკ მთატრავი დაამატე და ნამდვილი ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული რეზერვის მზად არის, კაც. ესენი წაგვიყვანენ ევროპისა და კეთილდღეობისკენ. კი, კაცო, ზუსტად ესენია, ბარა. აგერ დავით შენგელია წაგვიყვანს პირდაპირ ტყე-ტყე, მოკლეზე. ისე რა არის ახლა გასაკვირი ჩემი მაღალის გვერდით რომ ტყვის სროლაში ჩემპიონი კაცი ყავს, ხო? მე რა ახლა, მე რაც მაგაც ვიცნობ, სულ ჩემპიონი ხალხი მიყავს თავისთან და მაგას რატო არ წაიყვანდა ახლა ვით. აგერ პალიკო კუბლაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ენით ზურგის ფხანაში. კაკო ბობოხიძე ევროპის მასშტაბით ერთადერთია და უკონკურენტო ფალავანი ამერიკელი დიპლომატების გინებაში და ტყვის მსროლელმა ვითომ ეხა რა დააშავა. ხო, რა დააშავა. და იყოს. თან კაცი ვეღარ გადის მსოფლიო ტურნირებზე და ხომ შეიძლება საერთოდ ამოვარდეს ფორმიდან. ხო და აგერ წააგებს ჩემი მაღალი სამეგრელოში არჩევნებს, გამოეფინებიან ბიზნესნები ქუჩაში და ჩვენი ჩემპიონიც ხელახლა დაიწყებს სპორტული ფორმის აღდგენას. და რა თქმა უნდა, თანარეზერველების მძაფრი შიდა კონკურენციის თანხლებით, კაცო, აბა. ხო. ახლა აბების ეთერში ხუთი პოლიტიკური აბის მიღების დროა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძე. არსით ხმა, არსით ზახილი, მაგრამ ყოველი მხრიდან იმედი და ევროპიზაცია.
ევროკავშირთან ურთიერთობები ღრმავდება, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის უკეთეს ეკონომიკურ პირობებს. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა გურამ ჩახვაძე. მან გაიხედა, გამოიხედა და სიცხვი რომ ერთსა დაინახა, აი ასე აჭიკჭიკდა. ჩვენ არა მარტო ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ვართ, არამედ ალტერნატიული შეხედულებებიც გვაქვს ქვეყნის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი ამ შეხვედრებმა მარტვილში, ჩხოროწყუში, საქართველოს სხვა რეგიონებში ჩვენ დაგვანახა, რომ საზოგადოებაში არის ესეთი განწყობა. მესამე ადგილი. მესამე ადგილი წილად ხვდა საქართველოს დამსახურებულ და თავგადადებულ ოპოზიციონერს. გია თორთლაძეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიმართ არნახული მუქ არა ისროლა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ გია შემსრულებელია. არ არის ვენტილაცია რა ოთახში, პირდაპირ ოთახში უნდათ გაზის ქურები. ახლა შევდავიარეთ ოთახები, ოთახებში უნდათ გაზის ქურები. ძალიან მგონია, ამიტომ განსაკუთრებით მაკეთებინებას ყველამ და მოხედონ ამ ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავაყენოთ ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. მეორე ადგილი. მეორე ადგილი ვარგუნე რუხ გიგას. ეგრე რა გიგა კაცო, თქვენს პატრიოტიზმში ცოტა უფრო კიდევ დაგვაჯერე და იმ 7 ნოემბერსა და 26 მაისსაც მალე მივიწყებთ კაცო. ასეთი უპასუხისმგებლო სისულელის გავრცელება მათი მხრიდან სირიაზე, სამოქალაქო ომზე, ჰომსზე, დაღუპულ ბავშვებზე და ქალებზე და შემდეგ იმის ნაცვლად, რომ ამ სისულელის გამო ბოდიში მოეხადათ და ამით ამოწურული იყო ეს ინციდენტი, კიდევ უფრო დიდ სისულელეს იგონებ, რათა გაამართლო იქამდე ნათქვამი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო სამარცხვინო სისულელე. პირველი ადგილი. პირველი ადგილი დაიმსახურა კიდევ ერთმა ჩვენმა კეთილის მოსურნემ. თქვენც რას გიშვებათ ეს ჩვენი მთავრობა? ძალიან სიმბოლურია, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ფორუმი თბილისში იმართება. ბევრი ამოჩვენებს იმას, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს წარმატებით ახორციელებს. საქართველო ლიდერია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვილიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.